მოგესალმებით. მე გახარ ხვადო კანდოვაკი, განვაახლეთ ისევ ჩვენი გადაცემა e-commerce review და გვინდა რომ შემოგთავაზოთ შემდეგი ეპიზოდი. დღეს სტუმრად ვართ Port 80-დან. Port 80 არის ციფრული მედია სააგენტო, უკვე ბევრი წელია ჩვენ ბაზარზე არის. საკმაოდ წარმატებით და მოდით მაიკოსთან გავისაუბროთ დეტალებზე. მოგესალმებით. მაია ვარ, კომპანია Port 80-ის წარმომადგენელი და იმედია ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი მოგეწონებათ და საინტერესო იქნება თქვენთვის. მაია, კონკრეტულად რა სერვისებს თავაზობთ, ბიზნესებს, რომ მოგვიყვეთ უფრო დეტალურად? კი ბატონო, დასაწყისში დავიწყეთ განთავსებებით ადგილობრივ ვებგვერდებზე. ეს იყო 10 წლის წინ. და ძირითადი ჩვენი, ასე ვთქვათ, მიმართულება და უპირატესობა იყო მონაცემების დამუშავება, მონაცემებზე დაყრდნობით შესაბამისი დასკვნების გამოტანა და კამპანიების ოპტიმიზაცია. მაგ პერიოდში მაღალი ხილი იყო, სტატისტიკა იგზავნებოდა მხოლოდ Excel-ში, არანაირი გადამოწმების საშუალება არ ქონდა და იყო ძალიან მინიმალური შესაძლებლობა, რომ შეგეფასებინა კამპანიის წარმატებულობა. შემდეგ ბაზარზე როგორც ადგილობრივზე, ასევე საერთაშორისოზე შეიცვალა დინამიკა, შეიცვალა აღქმა მონაცემების მიმართულებით და ნელ-ნელა დავამატეთ სხვა ტიპის სერვისები. SEO ოპტიმიზაცია, პროგრამატიკედები, Google-ის და DV360-ის საშუალებით, სოციომედია მომსახურება, დიზაინი, content creation-ი და პრინციპში ესე ვაგრძელებთ ნელ-ნელა ტრენდებს მივყვებით და საჭიროებებს ჩვენი დამკვეთების. მაია, მაინტერესებს ყველაზე ესეთი ჩვენი გადაცემის პროფილით რა e-commerce-ებისთვის რას აკეთებთ და რა შესაძლებლობები გაქვთ ეგეც რომ ჩავშალოთ რა. კი ბატონო, e-commerce არის ჩვენთვის ყველაზე საინტერესო მიმართულება. შეგიძლია სხვადასხვა სახის სტრატეგიები დანერგო და live რეჟიმში უყურო რა შედეგი მოაქვს შეცვლილებებს და სტრატეგიას დამკვეთის მხარეს არსებულ აქტივობებზე. შესაბამისად, ბევრი ტესტირებები ხდება, ბევრი ცვლილებები და ყველაზე დინამიური და ასე ვთქვათ, საინტერესო არის ჩვენთვის. რას ვაკეთებთ e-commerce პლატფორმებისთვის? ეს არის პირველ რიგში ბაზრის ანალიზი. უშუალოდ ვაანალიზებთ რა ნიშაში არის ეს კომპანია, რამდენი კონკურენტი არის ბაზარზე, რას აკეთებენ, პროდუქციის თვალსაზრისითაც შეგიძლიათ. რა თქმა უნდა. შემდეგ ხდება განსაზღვრა სამიზნე აუდიტორიის, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი და ვცდილობთ, რომ კარგად გავიგოთ რეალურად ვინ არის მომხმარებელი, ვინც სჭირდება კომპანიას და არა ხშირად ქონია შემთხვევები, რომ კომპანიას წარმოუდგენია, რომ მისი სამიზნე აუდიტორია ეს და უნდათ, რომ გამოშვან რეკლამა ამ აუდიტორიაზე, რომელიც აბსოლუტურად არ არის დაინტერესებული პროდუქტით და ქონია ეგეთი შემთხვევები, როცა რაღაც პრემიალური კლასის, პრემიალური სეგმენტი სჭირდებათ, მსყიდველუნარიანი და შიდა სტატისტიკა კომპანიის გვაჩვენებს, რომ საშუალო და დაბალი შემოსავლების ადამიანები ყიდულობენ. შესაბამისად, ძალიან ვუფრთხილდებით კომპანიის სარეკლამო ბიუჯეტებს და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ჩვენი რეკომენდაციები გავცეთ და იმ საშუალო დიდ ან პატარა ბიუჯეტში მაქსიმალური შედეგი დავუდოთ, რაც სჭირდება კომპანიას. შემდეგ კეთდება სტრატეგია, სად ვანთავსებთ, რა ბიუჯეტით ვანთავსებთ, რა ფორმატები გვჭირდება. ხანდახან ასევე შევდივართ ვიზუალურ ნაწილშიც, ემაგრითად თუ გვიგზავნიან key visuals, რომლის ადაპტაციაც არის საჭირო და ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ იმუშავებს, მანდაც შევდივართ და რეკომენდაციებს ვიძლებით. შემდეგ უკვე ხდება თუ დამტკიცდა ეს გეგმა რა თქმა უნდა, ხდება განთავსების მონიტორინგი და მონიტორინგი სფეროდან გამომდინარე ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ ხშირად. ეს შეიძლება ყოველდღიური მონიტორინგი იყოს, შეიძლება იყოს 3 დღეში ერთხელ, შეიძლება ყოველკვირეულად ხდებოდეს. უკვე მანდ მნიშვნელოვანია, რამდენ დინამიური არის ბაზარი და რამდენად სწრაფი ცვლილებები არის საჭირო განთავსების დროს.
მე აუცილებლად ვაკეთებთ მონაცემების ანალიზს და მანდაც დამკვეთზე არის დამოკიდებული სადამდე გვაძლევს ინფორმაციას. ჩვენ მხარეს რაც არის რაც ჩანს სარეკლამო კაბინეტებში, რა თქმა უნდა, მაგას დეტალურად ვაანალიზებთ, თუმცა ყველაზე იდეალური არის, როცა გვაქვს უკვე მეორე მხარეს სტატისტიკასთან ცნობა, საიდან გააკეთა მომხმარებელმა CRM-ში, რამდენი ლიდი შემოვიდა, როგორ დამუშავდა ეს ლიდი და მე გაყიდვაში როგორ დაკონვერტირდა და აი ეს მეორე მხარე, როცა ვიცით, ოპტიმიზაცია მეორად უფრო საინტერესო და შედეგიანი არის ხოლმე. მაგრამ იდეაში ორივე ნაწილი შეგიძლიათ, ხო, რომ აიღოთ დაუშვათ თუ დამკვეთს უნდა, რომ თქვათ ორივე ნაწილი. რა თქმა უნდა. უბრალოდ არის სპეციფიკა, რომ თქვათ დიდი კომპანიების შემთხვევაში, რომელიც უფრთხილდება თავის მონაცემებს, აქვს თავისი პოლისები და შესაბამისი რესურსიც რა მაგალითად. შესაბამისი რა თქმა უნდა შიდა რესურსიც აქვს ხოლმე. როგორ იყენებთ ხოლმე AI-ს და ავტომატიზაცია ხსენეთ ახლა კიდევ ციფრულ მარკეტინგში? ჯერჯერობით ცოტა ვფრთხილობთ, რა თქმა უნდა, ვიყენებთ, ტესტავთ და რამე ახალი თუ გამოდის, აუცილებლად უნდა შევიდეთ ვნახოთ და შევაფასოთ მისი შედეგიანობა, თუმცა ჯერჯერობით აი ავტომატიზაციის ნაწილში არ ვანდობთ, რომ ჩვენს მაგივრად გააკეთოს გარკვეული ცვლილებები კამპანიის ეტაპებში. ვაკეთებინებთ ანალიზებს შემდეგ ეს ანალიზი რეალური ადამიანის მიერ ფასდება და თუ რაიმე საინტერესო ინსაიტი არის, რომელიც ვთვლით, რომ დასანერგად ღირს, მაგ შემთხვევაში უკვე ხელით კეთდება ოპტიმიზაცია ამ მომენტში. თუმცა ვფიქრობ, რომ ცოტა და ალბათ უკვე მივუშვებთ. მე როგორც ხვდები, რადგან ეს ეხება დატას და ანალიტიკას, ცოტა მაინც ბოლომდე ვერ ენდობით, ხო, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ იქ ხა ციფრებზეა და რაღაცა რომ ვთქვათ, არასწორი იყოს, ცუდი იქნება, ასე ვთქვათ რა. კი, ანუ ნახე, მანდ არის მნიშვნელოვანი სპეციფიკა თვითონ კომპანიის საქმიანობის და ასევე როგორც ვთქვი, სამიზნე აუდიტორიას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. დასკვნა, რომელიც ადამიანური ფაქტორის გარეშე მარტო ციფრებზე დაყრდნობით, რომელიც Excel-ს ჩააგდებთ და აანალიზებს, ანუ ეს თაჩი ადამიანური ფაქტორის რო აკლია, შეიძლება გამოიტანოს არასწორი დასკვნები. და მაგას ვაკონტროლებთ გირჩევნით. გირჩევნით, რომ თქვენ იყავთ ჩართულები უფრო მეტად ხა e-commerce-ზე საუბრობდით, ყველაზე ხშირად რა გამოწვევები აქვთ ხოლმე, როცა თქვენთან მოდიან და როგორ ეხმარებით აი ამ ყველაფრის გადალახვაში? ესე იგი, რამოდენიმე ფაქტორი არის, სადაც ვცდილობთ, რომ ჩვენი მომხმარებელი სწორი მიმართულებით წავიყვანოთ. პირველი რასაც ვეჯახებით, ეს არის არარეალისტური მოლოდინები, $100 მინდა, ვიცი, მთელი კორპუსის ბინები გავყიდო. ან რაღაცა ყველაფერს სწორად ვაკეთებ და გაყიდვები არ მუშაობს. და აღმოჩნდება ხოლმე, რომ მაგალითად call ცენტრი არ ამუშავებს შემოსულ ლიდებს დროულად და ხარისხიანად. მაგ მიმართულებით ვცდილობთ, რომ საბოლოო ჯამში პარტნიორულ ურთიერთობად მოვიაზრებთ ჩვენ დამკვეთებთან ურთიერთობა. ისინი თუ კარგად იქნებიან, შესაბამისად ჩვენც ვიქნებით კარგად. ამიტომ ვაკეთებთ აუდიტს როგორც ბაზრის, რაც აქამდე ვისაუბრეთ, ასევე თვითონ შიდა კომპანიის ინფრასტრუქტურის. რა ეტაპებს გადის შემოსული ლიდი? გასაგები. როგორ მუშავდება ეს ლიდი? რამდენად სწრაფ უკავშირს აბრუნებენ? ხო, საოპერაციო ნაწილში შედიხართ, რომ გესმოდეთ, რომ რამდენად ხო ძალიან ჭკვიანური არა. საკმაოდ სწორი ეგარი. ბევრი ესეთი ლაფსუსი, ასე ვთქვათ, შეგვხვედრია პრაქტიკაში. რა თქმა უნდა, რეკომენდაციებს რო ვიწლევთ, ნაწილი კომპანიები ითვალისწინებენ, ნაწილი წეხის, რომ მაგას ჩვენ მივხედავთ, თქვენ advertising-ი გააკეთეთ. თუმცა ნდობის ფაქტორი არის, როდესაც ხედავენ, რომ ზრუნავმანზე ინიციატივები გაქვს გაუმჯობესებისთვის და შემდეგ ხედავენ, რომ თუ დათანხმდნენ და დანერგეს ეს ცვლილებები მათი მხრიდან უკვე შედეგიც უმჯობესდება, შემდეგ უკვე მარტივად მოყვებიან რეკომენდაციების ნაწილში. ასევე ხშირად შემოხვედრია დიდი e-commerce პლატფორმების შემთხვევაში არა, თუმცა პატარების შემთხვევაში არ არის სწორად და კარგად გამართული ვებგვერდები. UX UI-ის ნაწილში საკმაოდ ბევრი ხარვეზი შეფერხება აქვს და ასევე
შეიძლება ვიზუალურად საიტი ლამაზი იყოს, თუმცა ბექში არასწორად აქვთ გაწერილი მაგალითად Google Analytics-ში გოულები, იმისათვის რომ სწორი დასკვნები გამოიტანონ, სად მომხმარებლის ქცევა როგორია და რაც მთავარია, სად კარგავენ აუდიტორიას, რომელ ნაბიჯის განხორციელების დროს კარგავენ აუდიტორიას. ჩვენ რაც არ უნდა სწორედ და კარგად განვათავსოთ რეკლამა და მოვიყვანოთ მომხმარებელი საიტზე, მან უკვე კარგავთ კონტროლს და იქ უკვე მნიშვნელოვანია, რომ საიტი იმდენად მარტივად ახსაქმელი, საინტერესო და გამართული იყოს, რომ მომხმარებელს მოუწევს შემდეგი ნაბიჯის გაკეთება. ხო და ნუ რა თქმა უნდა რა ყველაფერი კავშირშია ეს ერთმანეთთან, იმიტომ რომ რაღაცა ერთი პატარა ხარვეზიც კი შეიძლება უკან აბრუნებდეს მომხმარებელს რა, აღარ ყიდულობდეს, ასე ვთქვათ, ტოვებდეს იმას. წარმატებას როგორ ზომავთ ხოლმე მე ეს რა მეტრიკები არის ძირითადად, რასაც ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევთ? კი ბატონო, პირველი ზედა დონიდან რო დავიწყოთ, ეს არის რომ მოცემულ ბიუჯეტში ერთეულის ღირებულებები გვიჭდებოდეს მაქსიმალურად IAP, თუმცა არა ხარისხის ხარჯზე. შემდეგ უკვე დამკვეთთან კომუნიკაციის დროს ვადგენთ საშუალოდ სასურველი შედეგის მისაღებად რამდენი ლიდი სჭირდება, ან რამდენი კონვერსია სჭირდება. თუ გრძელვადიანი ურთიერთობა გვაქვს დამკვეთთან, დაახლოებით ვიცით ლიდის ღირებულება რა გვიჭდება, თვითონ დამკვეთის მხარეს არსებობს ინფორმაცია, რომ ეს $5 მაგალითად ლიდი თუ უჩდება და პროდუქტი $15 ღირს და თვითღირებულება 10 არის, შესაბამისად, break even-ზე გადის. და გვეუბნებიან, რომ მოდი ვეცადოთ, რომ ან საშუალო ჩეკი გავზარდოთ, ან უფრო იაფი დაგვიჭდეს კონვერსია. ყველა შემთხვევაში არის განსხვავებული მეტრიკები და პარამეტრები და ყოველთვის ვცდილობთ, რომ აი ეს სასურველი შედეგი, სადაც ჩვენი მომხმარებელი კმაყოფილი იქნება, წინასწარ იყოს განსაზღვრული და გაზომადი იყოს. არა უბრალოდ რომ გაყიდვების ზრდა მინდა, არამედ რა პროცენტით არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით გინდა რომ კონდეს შედეგი. ასევე awareness კამპანიების შემთხვევაში e-commerce-ისთვის რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი არის შედეგებზე ორიენტირებული განთავსება, თუმცა ახალი სტარტაპერებისთვის მნიშვნელოვანია ცნობადობის ამაღლება. ცნობადობის ამაღლების შემთხვევაში გვაქვს ხოლმე სამიზნე აუდიტორიის მოცვის პროცენტი, ანუ მაგალითად 2 მილიონი ადამიანი არის სამიზნე აუდიტორია, რა პროცენტით უნდა მოვიცვათ ეს ადამიანები იმისათვის, რომ დაიმახსოვრონ და ასევე რა სიხშირით. იმიტომ რომ ერთხელ იმდენ დინამიურია ჩვენი ცხოვრება, სადაც არ უნდა გავიხედოთ და ხელში მოწყობილობები რო გვიჭრავს, ყველგან რეკლამა არის. შესაბამისად, ერთხელ თვეში რო აჩვენო ეს რეკლამა, ვერც დაიმახსოვრებს მომხმარებელი და არსებობს რაღაც მეტრიკები და მიღებული პრაქტიკა, რამდენჯერ უნდა აჩვენო ეს რეკლამა, რომ მომხმარებელმა დაიმახსოვროს და awareness კამპანიას მე უკვე მოყვება conversion driven განთავსებები, რომელიც უკვე შედეგებზე ორიენტირებულია. თუმცა ახალი ბრენდებისთვის ქონია ეგეთი პრაქტიკა, რომ ეგრევე მოდიან და გვეუბნებიან, რომ გაყიდვები გვინდა, თუმცა არანაირი ცნობადობა არ აქვს ბრენდს, არანაირი ნდობა, ამიტომ ვცდილობთ ხოლმე, რომ ბიუჯეტი გავუყოთ, ნაწილი გავუშვათ ცნობადობის ამაღლებაზე და ნდობის მოპოვებაზე და მე უკვე თან პარალელურად აუხსნათ, რომ ნდობაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. და ნდობის ფაქტორი რაღაც ეგრევე არ გაჩვენებს შედეგებს და არ კონვერტირდება ყიდვაში, თუმცა გრძელვადიანად მუშაობს შენი ბრენდის შენებაზე და რამოდენიმე თვეში სწორი სტრატეგიით უკვე ისეთ შედეგებზე გადიხარ, რომელიც მისაღები არის. კი ბატონო. მაია, თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე რა, რომელი უფრო მნიშვნელოვანია და რომელს უფრო იდეაში კაი შედეგი აქვს e-commerce-ებისთვის, SEO-ს თუ Google-ში განთავსებულ რეკლამას, რომელი უფრო ეფექტურია რა თქვენი გამოცდილებით? მესმის რომ ორივეს თავისი ადგილი აქვს, მაგრამ აი უფრო ანუ ვერ ასე ვთქვათ, ვერ დავაკმინებ ერთის ან მეორეს შედეგებს, იმიტომ რომ კლასიკური რეკლამა Google-ში გაძლევს შედეგებს სწრაფად.
გინდა რეკლამის გაშვება, დაჭერ ღილაკს, მიაბავ ბარათს და უკვე ასე ვთქვათ, ეთერში ხარ. გამოუჩნდები მომხმარებლებს დივაისებში. SEO-ს სჭირდება დრო იმისათვის, რომ შედეგი გამოიღოს. თუმცა რამოდენიმე თვე რო გამოღოს სწორი SEO ოპტიმიზაციისთვის, აქ თუ თანხას იხდი სარეკლამო განთავსებაში და ბიუჯეტს ხარჯავ, SEO-ში გჭირდება, რომ რაღაც პერიოდი გამოღო ბიუჯეტი, რომ სწორედ გამართო, თუმცა მერე უკვე ბევრად უფრო იაფი გიჩნდება შედეგები, ვიდრე მაგალითად Google-ის საძიებო სისტემაში გაუშვა რეკლამა და cost per click-ი გადაიხადა $1 მაგალითად. იქიდან მოდის უკვე ორგანული ძიების რეზულტატებში რომ ამოვარდება შენი საიტი, მოუყვება ორგანული ტრაფიკის საიტზე. და ალბათ იდეალური კომბინაცია არის, რომ სანამ პროექტი ახალია, თუნდაც ახალი არ იყოს, აკეთო სწორედ და გამართულად სარეკლამო აქტივობები, თუმცა აუცილებლად SEO ოპტიმიზაციაც უნდა მიმდინარეობდეს პარალელურად. არანაკლებ მნიშვნელოვანია რა. თქმა უნდა. ეგ სხვა შორის ავიწყდება ხალხს. და მოდიან და იძახიან, რომ რატო არ ვიძებნებით საძიებო რეკლამაში. ხო, მეც სიმართლე და საძიებო პლატფორმებზე. ხო, მეც ბევრისგან გამიგია რა, რომ რაღაცა უყოფილება აქვს, რატო არ მაგდებს მე მაგალითად რა. ან რატო არის კონკურენტი წინ და მე ბოლოში. ხო. რო კონკურენტის ოპტიმიზაციას აკეთებს. კიდე ერთი კითხვა მაქვს. ვიცი რომ თქვენი კომპანია წარმატებულია და დიდ კლიენტებს ემუშავებით. არა მარტო. აი მინდოდა მეკითხა რა საინტერესო შეთავაზებები შეიძლება გქონდეთ ან გააქვთ მცირე ბიზნესებისთვის, მცირე e-commerce-ებისთვის რა, იმიტომ რომ ხო წარმოგიდგენთ მცირე e-commerce-ებისთვის მაინც ცოტა ის არის რა, რთული ცხოვრება რომ ვთქვათ წარმოიწიონ წინ წავიდნენ და აი რა შეგიძლიათ თუ ესეთ კომპანიებს შესთავაზოთ. სოციალურ კომუნიკაცია და ყავს საკმაოდ ბევრი დამკვეთი მაგ მიმართულებით. Google-ის რეკლამები, ეს არის როგორც საბანერო განთავსებები, ვიდეო განთავსებები და ასევე საძიებო რეკლამა. და რა თქმა უნდა SEO ოპტიმიზაცია, რომელიც e-commerce საიტებისთვის მე მგონია რომ აუცილებელია, საიტს რო development საიტის რო აკეთებ, აუცილებლად თავიდანვე ტექნიკურ დავალებაში უნდა გქონდეს გაწერილი SEO-თვის საჭირო ინსტრუმენტები რო გქონდეს საიტს. ესეც ხშირად შეგვხვედრია, რომ ძალიან დიდი თანხა გადაუხდიათ საიტის development-ში და არანაირი title-ების, meta description-ების ინსტრუმენტების შიგნით admin panel-ში არ არის დანერგილი და მე ისევ დამატებითი ინვესტიცია სჭირდებათ, რომ ეს დააწერინონ უკვე developer-ებს. ამიტომაც პირველი ნაბიჯების გადადგმის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ მარტივი იყოს გამართვა. მერე უკვე ვინ გამართავს, რა ხარისხით გამართავს და ასე შემდეგ უკვე სხვა საქმე არის. ზოგი in-house აკეთებს, ზოგი სააგენტოს მიმართავს, თუმცა development-ის პროცესშივე უნდა იყოს გათვალისწინებული ეს მოდულები SEO-თვის, რაც არის საჭირო. მაგალითად, ჩვენი ერთ-ერთი დამკვეთი რომელიც სხვა მიმართულებით მუშაობდა, გადაწყვიტა რომ ახალი ბიზნეს მიმართულება გაეკეთებინათ და საიტის მეშვეობით გაეყიდათ თავიანთი პროდუქტი. უკვე 3 წელია, ანუ პრაქტიკულად გამოჩეკვიდან ერთად მივდივართ, ერთად ვითარდებოდით, სხვათა შორის, ბევრი რაღაცა ვისწავლეთ, ვასწავლეთ და წარმატებულად მიმდინარეობს როგორც სოციალურ მომსახურება, SEO-საც ვაკეთებთ და Google-ის განთავსებებიც. სხვა შორის აქ კიდე იცი რა არის მნიშვნელოვანი, ცოტა შეიძლება თემიდან გადავუხვიო. ჩვენ აღქმაში e-commerce პლატფორმა უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს ვებგვერდზე. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ეგრე იყო და ეხლა რა ჩვენი დამკვეთიც ვახსენე. მან გამოიკვეთა ესეთი სპეციფიკა, რომ პროდუქტს ყიდულობდნენ არა მხოლოდ
ვინც იცის ბარათის მიღმა რეგისტრაციის გაკეთება, ანუ შედარებით ახალგაზრდა და ტექსტსები ტიპები მთლად არ ყავდათ. უფრო იყვნენ მაღალი ასაკის აუდიტორია რეგიონებიდან, ვისაც ნდობის ფაქტორიც ჰქონდა ზოგადად e-commerce პლატფორმების მიმართულებით რაღაც საბანკო ბარათი რატომ უნდა მივალვა და არ მოიპარონ ჩემი მონაცემები და პლუს იყო ნაკლებობა გამოცდილების როგორ უნდა გააკეთონ, რეგისტრაცია როგორ უნდა გაიარონ, ჩეკაუთი როგორ უნდა გააკეთონ და ასე შემდეგ. და ეს სპეციფიკა რო ახმოვაჩინეთ დავამატეთ შესყიდვები პროდუქტის მესენჯერის მეშვეობით და ოპერატორები აიყვანა იმ კომპანიამ, რომელიც პასუხობს აკეთებდნენ ჩატის მეშვეობით და კიდე ცალკე ჩატშიც ზოგს ეზარებოდა მოწერა და დეტალების გაზიარება, იძახდნენ რომ ტელეფონის ნომერი გაგვიზიარეთ და ისევე თქვით ტელეფონით გავუფორმებთ შეკვეთას და ეს იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო მაგალითი, როგორ უნდა უპასუხო ბაზრის მოთხოვნას შენი პროდუქტებით. და ეს შეიძლება იყოს თავიდანვე განსაზღვრული არ იყოს, მაგრამ რაღაც ევოლუცია უნდა განიცადო. ადაპტაცია სწრაფად უნდა შეძლო, რომ ბაზარი თუ რაღაცებს გთხოვს რა. კი ბატონო. ხო, ძალიან კარგი. მაია, რა ტენდენციებს ხედავთ, რომ e-commerce პლატფორმებმა უნდა გამოიყენონ მომავალში? ერთი ტენდენცია, რომელიც ცალსახად ეხა არის ტრენდში, არის ვიდეო კონტენტი. რა თქმა უნდა, სურათების გადაღება და საიტზე ატვირთვა ყველაზე მარტივი არის, თუმცა ვიდეოს საშუალებით ეხლა მით უმეტეს როცა კარგად გადაღებულია, კარგი პერსონაჟია, სასიამოვნოდ საუბრობს, ბევრად უფრო მაღალი ნდობით გამოირჩევა მომხმარებლად, ანუ ვიდეოს რო უყურებ, უფრო რაღაცნაირად პროდუქტსაც ხედავს სხვადასხვა კუთხით, კაი თუ გესაუბრება და მოგწონს, უფრო მეტი мотиваცია გაქვს რომ მექმედება გააკეთო და ეხლა ვხედავ რომ ეს რაღაც ფეხსაცმელი იქნება, აქსესუარი იქნება, ტექნიკა იქნება თუ ძალიან სპეციფიური სერვისებიც უკვე რაღაცა უსაფრთხოების და დაცვის სისტემებზეც კი ვიდეოებს იღებენ და მქონია საუბრები ჩემ მეგობრებთანაც, უბრალოდ ჩვენს პოტენციურ დამკვეთებთან და იძახიან, რომ სწორად შერჩეული შეიძლება ინფლუენსერი იყოს, შეიძლება იყოს spokesman-ი, ანუ ბრენდის წარმომადგენელი, რომელსაც ვიდეოში აჩვენებენ, როგორც კი ამ მიმართულებაზე გადავიდნენ, დაინახეს, რომ რეკლამას, კლასიკურ რეკლამას იმდენად მაღალი შედეგი არ მოაქვს, როგორც ვიდეო კონტენტს, რომელიც საინტერესოდ შეფუთული არის, საინტერესო ადამიანი საუბრობს და რაც მთავარია ადამიანურად მარტივი ენით ხსნის რა პროდუქტი არის, როგორ შეგიძლია შეიძინო და რა ბენეფიტები აქვს ამ პროდუქტს შენთვის. ნდობის ფაქტორიც შესაბამისად იზრდება და ძალიან ბევრი მაგალითი ვიცი, ჩემი მეგობრებიც ესე დაიწყეს, ნოლიდან დაიწყეს ბიზნესი და როგორც კი დაიწყეს ვიდეო კონტენტის გაკეთება და ლაივში გასვლები, რასაც დადებენ, რაღაც შეიძლება 1 საათში აღარ იყოს პროდუქტი მარაგში. ხო, თან ახლა ეს live იმეებმა რა live e-commerce-მა აბსოლუტურად იმას გადაფარა, ასე ვთქვათ, ყველაფერი რა. ბევრი წარმატებული კომპანია არის, რომელიც იყენებს აქტიურად, ხო? და კიდევ მინდა ვაღიარო. მაგალითად მე მაქვს რამოდენიმე ტიპი მომწონს ესე, რომელსაც რაღაცებს ყიდიან. ანუ ახლოს არ არის პროდუქტს არ ვყიდულობ, მაგრამ ლაივებს უყურებ. აი სულ შემხდება გავჩერდები უყურებ, არაფრის ყიდვა არ მინდა, მაგრამ მომწონს. და მაგითი ვიმახსოვრებ ბრენდსაც და როდის მე მაგის ყიდვა რომ მომინდება, რა თქმა უნდა, პირველი ეს გამახსენდება, იმიტომ რომ მილიონი ვიდეო მაქვს უკვე ნანახი. კი. ერთი გოგო არის ტანსაცმელს ყიდის და სულ მაგას უყურებ. TikTok-ზე ხო? რატომ მიყიდე, იცით? ერთხელ მივწერა რაღაც კაბა მომეწონა, მინდოდა ყიდვა. გაყიდული იყო 2 წამში. უკვე გაყიდული იყო, ხო? ეს ონლაინ ხალხთან ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს ხოლმე მიმდინარე რეჟიმში. მაგრამ ბოდიში TikTok-ზე ამბობ თუ Facebook-ზე ამბობ? ამ შემთხვევაში digital media საკეთაში მუშაობ და მინდა ვაღიარო, რომ TikTok-ის მომხმარებელი არ ვარ და საჭიროება თუ არ დადგა და არ მაიძულეს TikTok-ზე არ შევდივარ, ან ძირითადად
YouTube-ზე და Instagram-ზე უყურებ. გასაგებია. Yes. კარგი. ძალიან დიდი მადლობა. პირიქით, ბევრი მადლობა. წარმატება გვინდა რომ გისურვოთ და მადლობა და წარმატებები. მადლობა თქვენც ასევე და სესია მოვტყო. ასევე. თქვენთვისაც.